ქართველ ქალს, რომელიც უცხოეთში ცხოვრობდი დიდხანს, დაატრობდი ჩემს სამშობლოში ჩამოსვლას, პიროდი გადაღამე, ხოლო ჩამოვედი და აქ მე არა მაგ გადაკეტილი რუსთაველზე გავისეირნო დროში, ქართული დროში. ვიღაცებს აძლევენ ყველაფერის უფლებას და მე ქართველ ქალს 70 წელს ვიტოვებ პენსიონერს, ასეთ ადამიანს მე მიგზავნიო 5000 ლარს, 350 რო გაქვს პენსია და 5000 ლარი. ესე იგი რაღაც საშინელება აქამდე თუ დავიდოდა ჩემი სამშობლო, ნამდვილად ვერ დავიჯერებდი, რატო უნდა ქართველს ევროპა, იმიტომ კი არა ევროპაში მარტო ისეირნო. ის კეთილდღეობა რაც იქ არის ჩვენთანაც იქნება, ის უსაფრთხოება რაც ევროპას აქვს ჩვენთანაც იქნება. ამას ნუ ვერ ხვდება, აი იმდენად ბოდიში ამ სიტყვაზე დააჭმორეს ერის რაღაც ნაწილი, ისეთი პროპაგანდა მოახუიეს თავზე. აქეთან ხარესაც მე ვხედავ, გზად არის ქართველები, ძალიან ძლიერი ხალხია და მე მჯერა რომ ჩვენ 4-ში თუ არა იმ წლის ბოლომდე ნახდად გავყრით მაგას.